კარგი გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Innovation-ში. მე ვარ თქვენი წამყვანი ნიმლა ხმაიერი და გმადლობთ რომ შემოგვიერთით. ეხლა ისრაელში დაახლოებით 1,2 მილიონი 65 წელზე უფროსი ადამიანი ცხოვრობს და მიუხედავად ყველაფრისა, აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ძალიან მაღალია. საშუალოდ 83.8 წელი. ეხლა ტექნოლოგია ამ საზღვრებს კიდევ უფრო აფართოებს. ასე რომ დღეს ვისაუბრებ ყველა უახლეს ტექნოლოგიაზე ხანდაზმულებისთვის, მაგრამ ჯერ ჩვენი მთავარი ამბები. მქონდა ბედნიერება გამეცნო რიჩარდი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ერთ-ერთ წამყვან ხანდაზმულთა დაწესებულებაში აღდგენას გადის ისრაელში. ეხლა დრონებმა დაიფრას ჩვენი ცა, მაგრამ დაიფრობენ თუ არა ისინი ჩვენს ზღვებსაც. ამასაც განვიხილავთ. და რა თქმა უნდა ვისაუბროთ ახალ Spotify-ის ლოგოზე, რადგან თუ მოგეწონათ ერთ-ერთ მცირე რიცხოვანთაგანი ხართ. მოძულეებმა ციფრული იარაღი აიღეს ხელში და კომპანიას დაუყოვნებლივ დაბრუნებას სთხოვენ. ჩვენ ვბერდებით და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის კარგი ამბავია, ჯანდაცვის სისტემები ახლა მზარდ გამოწვევას აწყდებიან. რადგან როგორ უნდა მოუარონ უფრო მეტ ხანდაზმულ პაციენტს, ნაკლები სამედიცინო პერსონალით და მზარდი ხარჯებით. აი სწორედ აქ შემოდის iCare Innovation. ისრაელის ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან მჭიდრო დაკავშირებული iCare Innovation თანამშრომლობს ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ინვესტორებთან, რათა დაეხმაროს მომავალი თაოგის ჯანდაცვის გადაწყვეტილებების განვითარებაში. ეხლა ჩემთან ერთად არის Ann Berry, თქვენ ხართ iCare Innovation-ის აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. გამარჯობა ლინდა, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება. რა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც თანამედროვე ხანდაზმულთა მოვლაში ხედავთ? ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ეს მკურნალობები და თერაპიები სჭირდებათ, რაც გვაიძულებს ახალი მეთოდების გამოგონებას და გლობალური მოსახლეობის დაბერების პრობლემის მოგვარებას. ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ჩვენ გქონდა როგორც ეკონომიკური, ისე დემოგრაფიული მკვეთრი ზრდა. ეხლა კი უნდა გავუმკლავდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც, როგორც თქვენ თქვით, ისრაელში საშუალოდ 84 წელს ცოცხლობენ. ან მაგალითად მონაკოში უმეტესად 86 წელს. არსებობს უთანასწორობები, მაგრამ საჭიროა ინფრასტრუქტურისა და ინოვაციების განვითარება ჯანდაცვის სფეროში, რათა ვიზრუნოთ ამ მზარდ მოსახლეობაზე. და სად ხედავთ ყველაზე მეტ ინოვაციას ამჟამად? რა გაძლევთ ყველაზე დიდ აღტაცებას, როცა ისრაელში? ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაოცებს ის, რაც ჩვენს სხეულში ერთ-ერთ ყველაზე არსებიც, უჯრედს და ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებულ თერაპიებს ეხება, რაც ჩემთვის სიცოცხლის ხელახლა გამოგონებას გავს. როცა ასაკი გემატება, რეალურად კარგავ ახალ ღეროვან უჯრედების შექმნის პოტენციალს. და ღეროვანი უჯრედები ქმნიან ახალ უჯრედებს შენ სხეულში, რომლებიც ყოველ დღე, ყოველ საათში ახდება. და ეს იწვევს შენი ქსოვილების, შენი ტვინის დეგენერაციასაც კი. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი სხეულის, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი ტვინის დაბერებასთან გამკლავება, რადგან სწორედ ტვინი განსაზღვრავს ჩვენს უნარს, ურთიერთობა გქონდეს გარემოსთან. და თქვენ ამას ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიის საშუალებით აკეთებთ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამის შესახებ? შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან ძველი თეორია, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში შეიქმნა და შემდეგ განაახლა და აღადგინა შესანიშნავმა ისრაელელმა პროფესორმა შაი ეფრატი. ის ასწავლის თელ-ავივის უნივერსიტეტში, მაგრამ ძირითადად მას აქვს ყველაზე დიდი ჰიპერბარიული მედიცინის ცენტრი აქ ისრაელში. ქვეყნის ცენტრში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდია. ეს არის ყველაზე დიდი ცენტრი. ყველაზე დიდი მთელ მსოფლიოში. და ეს არა მხოლოდ ფიზიკურად ყველაზე დიდი ცენტრია, არამედ აქ ყველაზე მუწინავე პროტოკოლსაც იყენებენ. რადგან მთავარი ისაა, როგორ აკეთებ ამას, არა მხოლოდ რა აღჭურვილობა, ტექნიკა, გუნდი გაქვს. ან რამდენად ხარ მომზადებული. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჰიპერბარიული მედიცინა გაყიდონ, როგორც ჩვენი დაბერების პრობლემების გადაწყვეტა. მაგრამ ისინი ამ პროტოკოლს არ იცავენ, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია. აბა როგორ მუშაობს ეს? პირველ რიგში ეს ცოტა მომთხოვნია, რადგან საქმე სერიოზულ მეცნიერულ პროცესს ეხება. საჭიროა ფიზიკურად იმყოფებოდე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზოგადად შეიძლება 3 თვე იყოს, რათა მისცე შენს სხეულს ინსტრუქცია, შეცვალოს ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის გზა.
ყოველდღიურად უნდა ჩაეფლო გარემოში, რომელიც ჰიპერბარიული იქნება. ეს ნიშნავს, რომ წნევა, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ჩვეულებრივი ზღვის დონეზე არსებული წნევა, ატმოსფერული წნევა, შენ სხვა პირობებში აღმოჩნდები. ფაქტობრივად ეს ისეთია, თითქოს კამერაში ხარ, წნევა ორჯერ უფრო მაღალია, თითქოს ზღვის დონიდან 10 მეტრით ქვემოთ იყო. კარგი. მეორე რამ არის ის, რომ 2 საათის განმავლობაში დიდი რაოდენობით ჟანგბადის შეწოვა გჭირდება. ანუ 100%-იანი ჟანგბადი ნიღბის საშუალებით. შემდეგ კი 10 წუთი ჟანგბადით, 10 წუთი კი უბრალოდ კაბინაში არსებული ჰაერით უნდა ისუნთქო, ასე მონაცვლეობით. და შენი სხეული ამას კრიზისულ სიტუაციად აღიქვამს. სხეული ფიქრობს, რომ შენ ხარ ჟანგბადით ღარიბ ატმოსფეროში. და რეაგირების მიზნით ის ხელოვნურად ქმნის ღეროვან უჯრედებს, რომლებიც დაგეხმარება ნელ-ნელა აღადგინოს შეცვლილი ქსოვილები. და ეს ქსოვილები შეიძლება იყოს შენს ტვინშიც, ტვინსაც აქვს ქსოვილები, არა მხოლოდ კანის ზედაპირზე. ეს საოცარია, ეს მართლაც საოცარი ტექნოლოგია. როცა ამ ტიპის მკურნალობას იტარებ, წნევა სხვანაირია. ამიტომ ის აახალგაზრდავებს შენს უჯრედებს, მაგრამ ასევე იწვევს იმასაც, რომ მეტი ღეროვანი უჯრედი გიჩნდება. მაგალითად, ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ჭრილობები, მაგალითად ქრონიკული ჭრილობები, რაც ხშირად ხდება ასაკში. როცა შეიძლება წაიქცე და ჭრილობა უფრო ნელა ხორცდება, ვიდრე ახალგაზრდობაში, ასეთ შემთხვევაში ეს თერაპია ძალიან ეხმარება. ეს ნამდვილად მთავარი საკითხია, ეს არის ჭრილურილობა. არსებობს ხილული ჭრილობა და უხილავი ჭრილობა და ეს თერაპია ორივესთვის მუშაობს. ეხლა კი ჭრილობას თავისთავად რომ მოირჩინოს, ჟანგბადი სჭირდება. თუ თქვენს ორგანიზმში ნაკლები ჟანგბადია, პაციენტი შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ ჭრილობა არასოდეს მოშუშდეს. და ამას ხედავთ დიაბეტისა და სისხლძარღვთა პრობლემების დროს. ასე რომ ჩვენ რეალურად მე ამ კომპანიის ნაწილი არ ვარ, უბრალოდ ადამიანი ვარ, ვინც ეს მეცნიერულ საფუძველზე სცადა, მე თავად გავიარე ეს პროტოკოლი, რათა უკეთ გამეგო, რადგან ეს მართლაც ძალიან მაინტერესებდა. მე გავიგერო, ეს მართლაც მუშაობს ღეროვანი უჯრედების გენერაციაზე, რაც ჟანგბადზეა დამოკიდებული და რეალურად კურნავს ადამიანებს. ისრაელში კი 16 სხვადასხვა ჩვენებისთვის, მათ შორის დიაბეტისთვის და ოპერაციის შემდგომი ჭრილობებისთვის ყველაფერს სოციალური უზრუნველყოფა ფარავს. არ გჭირდებათ მკურნალობის საფასურის გადახდა, რადგან ეს სრულად დამტკიცებულია. ეს უნიკალურია ისრაელისთვისაც, რომ აქ მისი დაზღვევით დაფარვა შეგიძლიათ. ეს მართლაც საოცარია. მომავლის საოცარი ტექნოლოგია და Ann Berry, iCare Innovation-ის აღმასრულებელი დირექტორი. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. გმადლობ. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ რეაბილიტაციის მომავალი უფრო ჰაი-ტექ სათამაშო ოთახს დაემსგავსება, ვიდრე საავადმყოფოს პალატას ბeit ბლევში, ისრაელში. ხანდაზმული პაციენტები, რომლებიც პარალიზებისა და მძიმე ტრაუმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან, იყენებენ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ თერაპიულ სისტემებს, ვირტუალური რეალობის სათვალეებსა და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც შექმნილია სხეულის და გონების აღსადგენად. მე ვესტუმრე მათ ერთ-ერთ დაწესებულებას რიშონ ლეციონში, ცენტრალურ ისრაელში და ვისაუბრე ერთ-ერთ პაციენტთან, რომელიც ამ უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს. ეს თქვენთვის რთული ვარჯიშია. ყველაფერი მარტივად გამოიყურება. მაგრამ ჩვენ აქ ვართ ბeit ბაალევში. ეს არის მოხუცთა სახლებისა და რეაბილიტაციის საავადმყოფოების ქსელის ნაწილი, სადაც ისინი მომავალს ეგებებიან. ისინი ზუნავენ ჩვენს ბებია ბაბუებზე, ჩვენს მშობლებზე, ჩვენს ძმებსა და დებზე ხვალინდელი ტექნოლოგიებით. მოდით ვნახოთ, რას გვიმზადებენ ისინი. დღეს აქ ვარ რიჩარდთან ერთად. ის ბeit ბაალევის ერთ-ერთი პაციენტია. რიჩარდ, შეგიძლია გითხრა, რა ინოვაციებია აქ, რაც შენს გამოჯანმრთელებაში გეხმარება? ჩვენ გვაქვს ბევრი ინოვაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია ისა, რაც ჩვენს უკან არის კამერითა და დიდი ეკრანით. ეკრანზე ორი ფანჯარაა, მარცხნივ. იქ არის ადამიანი, რომელიც ვარჯიშს აკეთებს და მარცხნივას ჩანს და ჩვენც იგივე ვარჯიში უნდა გავაკეთოთ. ესე რომ ეს არის სისტემა, რომელიც ფაქტობრივად გეუბნება, რა ტიპის ვარჯიშები უნდა გააკეთო აღდგენისთვის. ხო, ზუსტად ასეა. კარგი, მოდი ვნახოთ, როგორ მუშაობს. კარგი. კარგი, აქ მარცხნივ ხედავთ ადამიანს, რომელიც ვარჯიშებს აკეთებს და დაჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოთ. დიახ.
და შემდეგ მარჯვნივ ეკრანზე შენ ხარ მიკი. შენაც იგივე ვარჯიშებს აკეთებ, მაგრამ სისტემა ამოწმებს სწორად აკეთებ თუ არა. და ხედავ ისევ იქ არის. და ახლა ის გისწორებს. ასე რომ 46%-დან 100%-ზე გადახვეწ. 100%. ზუსტად. პროგრამა სპეციალურად მისთვის დაიგეგმა, განსაკუთრებით მისთვის, მისი მოძრაობის პრობლემისა და ზედაკიდურებსა და ფეხებში სისუსტის გამო. და ის თითქმის ყოველდღე ვარჯიშობს ამ პროგრამას, მას შემდეგ რაც ფიზიოთერაპიას მკურნალობას გადის. როდესაც რიჩარდის ავადმყოფოში მოვიდა, პრაქტიკულად 4-ვე კიდური პარალიზებული ჰქონდა. მას მხოლოდ მცირედი მოძრაობა ჰქონდა და ყველა მისი მოძრაობა უკონტროლო იყო. ეხლა ის თვითონ ბრუნავს საწოლში, თვითონ დგება, მან სიარული დაიწყო, სასეირნო ხელსაწყოთი და მისი ყველა მოძრაობა ნამდვილად უმჯობესდება. და ეს ერთადერთი ინოვაცია არ არის აქ ბეიტბლევში. გარდა ამ სისტემისა, რომელიც ფიზიოთერაპიაზეა ორიენტირებული და პაციენტებს გამოჯამთელებაში ეხმარება, ასევე არსებობს სისტემა კოგნიშაინი, რომელიც მათ მენტალურ ჯანმრთელობას უვლის. ეს არის ციფრული თერაპიის პლატფორმა, რომელიც თერაპევტებს საშუალებას აძლევს შექმნან პერსონალიზებული კოგნიტური, მეტყველებისა და კომუნიკაციის სავარჯიშოები, რაც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად დაასრულონ ინტერაქტიული სავარჯიშო სესიები, ხოლო მათი პროგრესი რეალურ დროში კონტროლდება. ამასთან ერთად მათ ასევე შემოიტანეს VR სათვალეები ერგოთერაპიის სესიებში, არა მხოლოდ ვარჯიშისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მოძრაობაში შეზღუდულ და ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს საშუალება მიეცეთ იმოგზაურონ მსოფლიოში და საავადმყოფო საწოლიდან აისრულონ მთელი ცხოვრების ოცნებები. ჩვენ ვიყენებთ VR ტექნოლოგიას თერაპიისთვის. იყო ერთი პაციენტი, ერთი ქალბატონი, რომელიც ცოტა დეპრესიაში იყო და ჩვენ ვაჩვენეთ მას VR ტექნოლოგიის გამოყენებით მისი ძველი ქალაქი და ის ძალიან აღფრთოვანებული იყო, ძალიან ემოციური გახდა. და ჩვენ ყველანი ემოციურები გავხდით, ვერ შევძელით ჩუმად დარჩენა, როცა ვხედავდით როგორ ტიროდა და როგორ აღფრთოვანებული იყო იმ ტურზე, რომელსაც იღებდა. ტექნოლოგია ჩემი აზრით ნამდვილად აქ არის, მაგრამ ზოგჯერ ის მათთვის ძალიან შორსაა, რადგან მათი უმეტესობა ტექნოლოგიებთან ერთად არ გაზრდილა. ასე რომ ეს მათთვის ერთგვარი შესაძლებლობა, იცით, იყვნენ რაღაცის ნაწილი და ნახონ, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის. ეს მათთვისაც არის. ეს ასე საშიში არ არის. სინამდვილეში ეს სახალისოა. და ძალიან მალე ჩვენ გავხსნით პირველ ინტერაქტიულ, იმერსიულ ოთახს უფროსი ასაკის ადამიანებისთვის აქ ბეიტბლევში, რიშონ ლეციონში. მულტიაქტიური სენსორული სივრცე, რომელიც აერთიანებს მოძრაობას, ემოციას და მოიტანს ტექნოლოგიის სხვა ასპექტებსა და სარგებელს. რა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი თერაპევტი პაციენტის საჭიროებებზე მოარგებს. ეს მხოლოდ ტექნოლოგია არ არის. რიჩარდის მსგავს პაციენტებისთვის ბეიტბლევი ნამდვილი გადამშენელია. ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სრულად იყავი პარალიზებული. დიახ. გონია რომ ეს დაგეხმარა. ვინ? ეს ისინი სასწაულს ახდენენ. მათ სასწაულია, რომ მათ ეს გააკეთეს. რა თქმა უნდა, რიჩარდს სწრაფ გამოჯამრთელებას უსურვებთ. ეხლა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ინექციურ მედიკამენტებზე არიან დამოკიდებული, ყოველდღიური ცხოვრება არც აფთიაქში და არც მაცივართან მთავრდება. მედიკამენტებს თან ატარებენ სამსახურში, სკოლაში, მოგზაურობისას, გარე აქტივობებზე და ყველგან, სადაც ცხოვრება მიმდინარეობს. ეხლა სიცხე, პირდაპირ მზის სხივები, მანქანები, ჩანთები და გარემოს ცვლილებები რეალურ პრობლემებს ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაიცვან მედიკამენტები, რომლებზეც არიან დამოკიდებული. გაიცანით Temperaments, პრაქტიკული და პორტატული გადაწყვეტილებები ყოველდღიური ცხოვრებისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის ბრენდა ზაიდლინგი, თქვენ ხართ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი Temperament-ში, დიდი მადლობა რომ პრეს ჩვენთან ხართ. ბევრი ადამიანისთვის ფიქრობ ეს პატარა პრობლემა ჟღერს, მაგრამ ის მართლაც ბევრ ადამიანს აწუხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე რომ რამდენი ადამიანი ებრძვის ამ საკითხს ყოველდღიურად?
ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია ასობით მილიონი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც იკეთებენ ინექციებს, მაგალითად, ინსულინს, ეპინეფრინს, GLP-1s, როგორიცაა Ozempic, ბიოლოგიური პრეპარატები. ეხლა ძალიან ბევრი მედიკამენტი ინექციით შეჰყავთ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ძალიან ბევრი რამის გათვალისწინება უწევთ. მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს უყურადღებოდ დარჩენილი პრობლემა რეალურად შეიძლება შეეხოს მათ და მათ მედიკამენტებს, თუ სწორად არ მოუვლიან. თუ მედიკამენტი სწორ ტემპერატურაზე არ ინახება, რამდენად იზრდება ჯანმრთელობის გართულებების რისკი? ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ეს თითქოს უხილავი პრობლემაა. ეს ძალიან უყურადღებოდ რჩება. მედიკამენტებს ინახავენ მაცივარში, სანამ აფთიაქამდე მიიტანენ. მაგრამ როგორც კი აფთიაქში პაციენტს გადასცემენ, უკვე თვითონ ადამიანები არიან პასუხისმგებელნი. და ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ძალიან მოკლე დროშიც კი თუ არ მოუვლიან, შეიძლება პრობლემა შეექმნათ. და თუ ისინი მაღალ ტემპერატურებში ინახება, მაგალითად ისეთ მაღალ ტემპერატურებში, როგორც ისრაელში ან ზაფხულში, მედიკამენტებს შეიძლება ეფექტურობა დაეკარგოს და პაციენტებმა ეს ვერც კი გაიგონ. ამიტომ ეს არ არის ისეთი რამ, რაც მათ შეუძლიათ დაინახონ. არის თუ არა რაიმე მონაცემები? რამდენი სიცოცხლე გადაარჩინეთ თქვენი გადაწყვეტილებების წყალობით? ამჟამად ჩვენ გვაქვს ასობით, ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, 10,000-ობით ადამიანი იყენებს ჩვენს გადაწყვეტილებებს. და ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ სიცოცხლე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დამოკიდებულები არიან. მედიკამენტებზე მაგალითად, ეპინეფრინზე მაგალითად, ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. ისინი იყენებენ ეპინეფრინს სიცოცხლის გადასარჩენად. თუ თან მოქმედი ეპიფენ არ აქვთ, მათ შეიძლება სიცოცხლე დაკარგონ. და ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეპინეფრინი განსაკუთრებით ძალიან მგრძნობიარია. მას მაცივარში ვერ შეინახავ. ის მგრძნობიარია მზის სინათლის მიმართ. ის ყოველთვის ოთახის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. ადამიანები გარეთ გადიან, მათ აქვთ თავიანთი ცხოვრება, ისინი მოგზაურობენ. მათ ყოველთვის თან უნდა ქონდეთ ეპინეფრინი, ყოველი შემთხვევისთვის. და ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ როცა მართლა ძალიან დასჭირდებათ, თუ მას ეს სწორად არ იზრუნეს, შეიძლება არ იმოქმედოს. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ შემიძლია წარმოვიდგინო მომავალი, სადაც უფრო და უფრო მეტ ადამიანს დასჭირდება საკუთარი თავისთვის წამლის ინექცია. ამიტომ ეს გადაწყვეტა ნამდვილად გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს. ბრენდა ზაიტლინი, კომპანია Temperamentis მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. მადლობა, რომ ჩვენთან იყავით. მადლობთ. ახლა გადავდივართ ხანდაზმულთა ტექნოლოგიებიდან. ავტონომიურმა დრონებმა უკვე შეცვალეს ომი ჰაერში, მაგრამ ეხლა იგივე რევოლუცია ზღვაზე გადავიდა. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანის გარშემო არსებული დაძაბულობა კვლავ აჩენს შეშფოთებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო სავაჭრო მარშრუტზე, დიახ ჰორმუზის სრუტე. სამხედრო ძალები ახლა თავიდან განიხილავენ, როგორ დაიცვან სტრატეგიული წყლის გზები და გლობალური გადაზიდვის მარშრუტები. პასუხი შეიძლება არ იყოს უფრო დიდი სამხედრო გემები, არამედ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჭკვიანი ავტონომიური ხომალდები. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის ჯორჯ ვალნერი, თქვენ ხართ Magnit Defense-ის დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ, ჯორჯ. მოდის პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რადგან თქვენ აშენებთ ამ ავტონომიურ საზღვაო ხომალდებს და აცხადებთ, რომ ეს ხომალდები შეიძლება დაეხმაროს ჰორმუზის სრუტის გახსნას. როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? საომარი მოქმედებები შეიცვალა. ის შეიცვალა და უპირატესობა მისცა მცირე გაფანტულ მტრებს. ისინი მოტივირებულები არიან და დიდი რაოდენობით პატარა, ესე ვთქვათ, საშიშ კატარღებში ჩადეს ინვესტიცია. ჰორმუზის სრუტეში ამას კოღოების ფლოტს უწოდებთ. ამ ხომალდების ღირებულება 20-დან 30,000 დოლარამდე მერყეობს. ბორტზე აქვთ მცირე რაკეტები, ტყვიამფქვევები ან ხუმბარმტყორცნები. პრობლემა ისაა, რომ ტრადიციულად საზღვაო ძალები დიდ ძვირადღირებულ და რთულად შესაძლოელ რესურსებში დებდნენ ინვესტიციას. და ეს რესურსები დიდ საფრთხეშია ამ პატარა ხომალდებისგან, ძალიან მცირე მოგების სანაცვლოდ. და სწორედ ამიტომ ხედავთ ძლიერ საზღვაო ძალებს, მათ შორის აშშ საზღვაო ძალებსაც, რომ ერიდებიან ამ ვიწრო ადგილებს, სადაც მათი გადაადგილება შეზღუდულია, არჩევანი ძალიან შეზღუდული აქვთ და რეალურად ძალიან დიდ რისკზე მოუწევდათ წასვლა. გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ მუშაობთ, არის ბევრად უფრო დეცენტრალიზებული ძალა,
რომელიც საკმარისად პატარაა, რომ მოქნილი იყოს და საკმარისად ეკონომიურია, რომ მისი დიდი რაოდენობით შეძენაც იყოს შესაძლებელი და ამავე დროს საკმარისად დიდი, რომ ბრძოლა მოიგოს. ამიტომ ჩვენ პატარა ეგრეთ წოდებულ კოღოს ფლოტს მსგავსი ზომის ნავებით არ უპირისპირდებით, მათ ისეთ ნავს უპირისპირებთ, რომელიც 4-ჯერ ან 5-ჯერ დიდია. და ეს ხომალდები შეძლებენ დაამარცხონ კოღოს ფლოტი. ან ეს პატარა მტრები ადამიანებისთვის რისკის გარეშე შედარებით დაბალ ფასად, მაგრამ ეფექტურად. ამიტომ ეს არ გადაიქცევა ბრძოლად, როგორიც უკრაინაშია, სადაც მათი დრონები ჩვენს დრონებს ებრძვიან. ეს ნამდვილად აღმოჩნდა მცდარი სტრატეგია. სწორი სტრატეგია კონდეს რაღაც, რაც დრონებს ან ამ პატარა ხომალდებს გაუპირისპირდება და მათ გადამწყვეტად და ძლიერად გაუმკლავდება. მაგრამ მაშინ ხომ არ დაგჭირდებათ ესეთი ხომალდების ბევრად მეტი რაოდენობა, ვიდრე ერთი დიდი ავიამზიდი. ბევრად მეტი. ტრადიციულმა საზღვაო ფლოტებმა ინვესტიცია ჩადეს ხომალდებში, რომლებიც აერთიანებენ დიდ ღირებულებას, დიდ ძალას და უზარმაზარ რისკს. და ისინი შექმნილია ღია ოკეანისთვის. ისინი არ არის შექმნილი შეზღუდული წყლებისთვის, სადაც მათი მანევრირება შეზღუდულია. რასაც ჩვენ ვაშენეთ, ეს არის უფრო პატარა ხომალდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძლიერი ხომალდები. ისინი ხელოვნური ინტელექტით იმართება, ძირითადად ავტომატიზებულია, მაგრამ ადამიანებიც არიან პროცესში ჩართული, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იარაღის გამოყენებაზე ადამიანი იღებს. მაგრამ ეს ხომალდები სწრაფია, ძლიერია და შეუძლია მცირე მტრების დაძლევა. ამავე დროს ძალიან მცირე რისკია როგორც პერსონალისთვის, ასევე ნებისმიერი მნიშვნელოვანი რესურსისთვის. ძალიან მოკლედ, რადგან დრო გვეწურება, მაგრამ თქვენ ახლახან გააფორმეთ პარტნიორობა Hanwha Defense USA-სთან. რას უნდა ველოდოთ ამ პარტნიორობისგან? ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხომალდებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციების შემდგომ შესწავლას, არამედ ლოგისტიკური მხარდაჭერის შემდგომ შესწავლასაც. ომები ლოგისტიკით იგება და პირისპირების პირობებში ლოგისტიკა ერთ-ერთი მთავარი სფეროა. გარდა ამისა, Hanwha არის ერთ-ერთი მთავარი გლობალური გემშენებელი კომპანია და ჩვენ გამოვიყენებთ მათ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, რათა ავაშენოთ და რეალურად აღვადგინოთ გემშენებლობის ინდუსტრია შეერთებულ შტატებში. ძალიან საინტერესოა. ვერ ვითმენთ რომ ნახოთ რას გააკეთებს Magnet Defense-ი. ჯორჯ ვალნერი, Magnet Defense-ის აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. დიდი მადლობა. ეხლა კი ვირუსულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გადავდივართ. შეიძლება ნახეთ კიდეც, შეიძლება შეგზისხდათ კიდეც. ახალი Spotify-ის ლოგო მთელ მსოფლიოში ხალხს აღაშფოთებს. ისინი ინტერნეტში მძაფრად აკრიტიკებენ მას და მოითხოვენ რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ ძველი ლოგო. დამატებით ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის i24 News-ის კორესპონდენტი ჯოდი ნიცელოვიცი. ჯოდი, რას ფიქრობ ამ საშინელ ხატულაზე? მართალია, მეც ვიფიქრე, რომ ცოტა კიჩი იყო, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ტრაუმული ან ომის დანაშაულია, როგორც ზოგმა ადამიანმა დაახასიათა. და როგორც ვიცით, ეს მხოლოდ დროებითია და დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გაქრეს. ხო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაქვს ეს და სულ ვფიქრობდი, იტვირთება, მართება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ განახლება, არამედ უბრალოდ ლოგოა. ხო, როგორც ჩანს, იმედია მალე გაქრება. როგორც არ უნდა იყოს, ეს ერთადერთი რამ არ არის, რასაც Spotify გვთავაზობს. სინამდვილეში მათ ბევრად მეტი AI ფუნქცია შემოიტანეს. პოდკასტებისთვის, აუდიო წიგნებისთვის, AI ქავერებისთვის და რემიქსებისთვის. ნახოთ რამეს თუ გამოიწვევს ეს. რას ნიშნავს ეს? ანუ ხალხი თვითონ აკეთებს ამას, თუ შეგიძლია. არა, ანუ ეს თვითონ Spotify-ის კომპანია იყენებს AI-ს, რომ სიმღერებისთვის ქავერები შექმნას. არ ვიცი მომეწონებოდა თუ არა ეს, რადგან ნამდვილი ადამიანები არ მღერიან. ეს AI მომღერალია. ეს დიდად ჩემი ამბავი არ არის, მაგრამ ყველას თავისი მოსწონს. და კიდე რაღაცა, ისინი ქმნიან სუპერ ფანების პროგრამას, მაგალითად, ექსკლუზიურ წვდომას კონცერტის ბილეთებზე სუპერ ფანებისთვის. ასე რომ, ძირითადად, თუ ერთსა და იმავე განშორების სიმღერას 47-ჯერ მოусმენთ, Spotify შეიძლება ამ მონაცემებს გამოიყენოს იმის გადასაწყვეტად, რომ თქვენ Beyoncé-ს ბილეთი გეკუთვნით. კარგი, შესანიშნავია და ვფიქრობ ჩვენ ყველას გვჭირდება ეს ახლა. ხოლო სიტყვა disregard-ზე რა სიტყვით? რადგან მესმის რომ ეს სიტყვა Google-დან გაქრა.
სრულიად ასე არ არის. ცოტა ხნის წინ ხალხმა აღმოაჩინა, რომ თუ Google-ში სიტყვა disregards აკრეფდნენ, Google-ის AI chatbot-ი ამას როგორც ინსტრუქციას ისე იღებდა და არა როგორც სიტყვების ძიებას. და უბრალოდ პასუხობდა: "მაპატიეთ, ძალიან წუხვარ." მე ყველაფერს წავშლი. ნათლად იმისა, რომ უბრალოდ სიტყვა disregard-ის განმარტება მოგცეთ. და როგორც ჩანს, იგივე გააკეთა სიტყვებთან stop და ignore. ხო, ასე რომ მათ ეს პრობლემა მომავალში უნდა გადალახონ. ესე იგი, ეს არის ჩატბოტების გასაჩერებელი სიტყვები. დიახ. კარგი, შესანიშნავია, ასე რომ ბევრი სიტყვა მალე ჩვენი ლექსიკონიდან გაქრება. შემდეგ არის ახალი ტელეფონი და ეს ტელეფონი ამაყად ამერიკულია. ეს არის T1. როგორი ტელეფონია ეს? ესე იგი, ეს არის ტრამპის ტელეფონი. რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა. ის ოქროსფერია და მასზე წინასწარ დაყენებულია Truth Social, რა თქმა უნდა. და მას რეკლამირებენ ისეთი სლოგანებით, როგორიცაა: შექმნილია ამერიკული ღირებულებების გათვალისწინებით, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. და როგორც ჩანს, გამოშვება საკმაოდ არეულად წარიმართა, იყო დაგვიანებები, უდმივად ცვლიდნენ სპეციფიკაციებს. და იყო ორი კითხვები იმის შესახებ, სად მზადდება ეს ტელეფონი. არ ჩანს, რომ ამერიკაში მზადდება, უბრალოდ ამას ვიტყვით. და შემდეგ გავცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ წინასწარი შეკვეთებისას მომხმარებელთა ინფორმაცია შესაძლოა გაჟონა, რაც ასევე ცუდად გამოიყურება. მიმოხილვები ამბობენ, რომ ეს ნაკლებად არის iPhone-ის კონკურენტი და უფრო მეტად ოქროსფერი Android-ია, რომელსაც ძალიან უნდა რომ იცოდეთ, ამერიკა უყვარს. კი, ეს არის უკაცრავად ოქროსფერი корпуსი. ანუ აი აქ არის, აქ მომიგეთ. ასე რომ სულ მცირე ოქროსფერია. გარდა იმისა, რომ ჩვენს ყველა მონაცემს იპარავს, სულ მცირე ოქროსფერია. მადლობა ჯოდი ნიცელოვიც ამ ყველაფრის ახსნისთვის. და ეს არის ყველაფერი ისთვისაც დღეს დრო გვაქვს. მე ვარ თქვენი წამყვანი ნიმ ლახმაერი, შემოგვიერთდით მომავალ კვირას Innovation-ის ახალ ეპიზოდზე. მადლობა ყურებისთვის და გისურვებთ კარგ დღეს, სადაც არ უნდა იყოთ, თელ ნიცელოვიციდან.